საქართველოში კიდევ ერთი ფრანგი ფოტორეპორტიორი არ შემოუშვეს მერილის ვიგნოს ჯერ პასპორტში ბეჭედი ჩაურტყეს, შემდეგ კი რამდენიმე საათში უკან გააბრუნეს. მიზეზები მას არ განუმარტეს. ფოტორეპორტიორი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო საქართველოში და აშუქებდა არჩევნების პერიოდსა და საპროტესტო აქციებს. ფორმულას ის ეუბნება, რომ არ შემოუშვეს სოციალურ ქსელებში მისი კრიტიკული პოსტებისა და ფოტოების გამო. მას აეროპორტში ტელეფონის ჩამორთმევაც დაუპირეს. ის აპირებს გაასაჩივროს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ მოთხოვნას დაუკმაყოფილოს. მერილის ვიგნო მსოფლიოში აღიარებული ფოტორეპორტიორია. თბილისში ვიყავი ჯერ კიდევ არჩევნებამდე და დავჭი დეკემბრის ბოლომდე. ჩემი ნამუშევრები გამოფენილი იყო ფესტივალ ქოლგაზე. ეს ნამუშევრები არ იყო გამოქვეყნებული დიდ მედია გამოცემებში, ამიტომ როცა თბილისში მოვფრინავდი, ცოტას ნერვიულობდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ შემომიშვებდნენ. როცა ჩამოვედი, საკმაოდ უცნაური იყო, რადგან თავიდან პასპორტში შტამპი ჩამირტყეს. ძალიან გამიხარდა, რადგან ეს ნიშნავდა, რომ შემომიშვებდნენ. შემდეგ საბაჟოს თანამშრომელი ტელეფონზე ლაპარაკობდა 10 წუთი მალოდინა და მერე მოვიდა პოლიციელი. გამიყვანა ოთახში და კითხვების დასმა დამიწყო. არანაირი განმარტება არ მოუციათ, რომ ვეკითხებოდი, მეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ და გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. 3 საათის შემდეგ მოვიდნენ და მითხრეს, რომ საქართველოში შესვლაზე უარი იყო. ოფიციალური მიზეზი იყო სხვა მიზეზები. მერე ცოტა ჩხუბი მომიწია, რადგან უნდოდათ ჩემი ტელეფონის ჩამორთმევა. საბედნიეროდ ჩემს მეგობრებს ვეკონტაქტებოდი, რომლებმაც ადვოკატს დამაკავშირეს. პოლიციელს ვკითხე, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ არსებობდა კანონი, რომლითაც ტელეფონის ჩამორთმევა შეეძლო. ამის შემდეგ დამფრთონება, რომ დამეტოვებინა. ამის შემდეგ წამოყვანეს დაკავების ოთახში, იქ თანამშრომელს ჩემი საფრანგეთის პასპორტი ეჭირა და მისი პირველი კითხვა იყო, ვლაპარაკობ თუ არა რუსულად. ფიქრობ, ისინი მენტალურად არიან რუსეთის მიერ დაპყრობილი. დარწმუნებული ვარ, რომ არ შემომიშვეს ჩემი საქმიანობის გამო, ჩემი პოსტებისთვის სოციალურ ქსელებში. ისინი ამას ყოველდღე აკეთებენ, იბარებენ ადამიანებს Facebook პოსტებისთვის. გუშინ არაფრის გამო მიუსაჯეს ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც ცხოვრებას პარავენ. ძალიან სამწუხაროა, ვიცი რას გადიან ჩემი მეგობრები.